რამდენია საქართველოს მოსახლეობა, როგორია მისი ეკონომიკური, დემოგრაფიული და სოციალური მდგომარეობა. ამის გარკვევა საქსტატის აღწერებით 15 დღის განმავლობაში 5-დან 19 ნოემბრამდე შეეცდებიან. ამ მიზნით ორგანიზაცია მათთვის ტრენინგების სერია უკვე დაიწყო, მათ შორის აჭარის რეგიონში, სადაც 900 ადამიანი შეირჩა. ბოლო აღწერა საქართველოში 12 წლის წინ ჩატარდა. Სასული საზღვარგარეთ ის ჩაიკლება ემიგრანტად. ისინი, ვინც ერთ წელზე მეტია საზღვარგარეთაა და საქართველოში მცხოვრები უცხოელებიც 5 ნოემბრიდან საყოველთაო აღწერას დაექვემდებარებიან. Რამდენი ადამიანი ცხოვრობს ქვეყანაში, როგორია მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, განათლების პირობები, დემოგრაფია, რელიგია. ასამდე კითხვა, რომელიც გაეროს მეთოდოლოგიით არის შედგენილი, 12 წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყანაში ახალ რეალობას გამოააშკარავებს. საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობას კი მთელი საქართველოს მასშტაბით 10,000-ზე მეტი აღმწერი განახორციელებს. აჭარის მასშტაბით შემოვიდა სადღაც დაახლოებით 2,000 განცხადებამდე და შეჩევაში მოხდა, ჩვენ რაც ვჭირდებოდა, თქო უნდა აღწერის პოზიციაზე ვინც უნდა მოხვედრილიყო 891 აღწერი. აღმწერები, რომლებიც კონკურსის წესით ჯერ კიდევ აგვისტოში შეარჩიეს, ბოლო გადამზადებას გადიან. რეალობის აღსაწერად კითხვარი საკმაოდ მოცულობითია. სულ გვაქვს 4 ფორმა. პირველში იწერება შინამეურნეობის შემადგენლობა კრიტიკული მომენტისათვის ვინ იყო ოჯახში 4 ნოემბრის ღამის 12 საათისათვის. ამის შემდეგ იწყება თითოეულ პერსონალურ პირზე პერსონალური კითხვარის შევსება. თუ რა სირთულეებს შეიძლება შეხვდნენ რეგიონებში აღმწერები, მათ შეკითხვებს საქსტატის დირექტორი დღეს თავად პასუხობდა. შესაძლოა ერთი ასეთი შემთხვევა ეგრეთ წოდებულ ოცნების ქალაქს შეეხოს, იქ სადაც ახალი დასახლება 1 წელზე მეტია გაჩნდა. ჩვენ ტერიტორიაზე პირველ სექტორში გვყავს ეგრეთ წოდებული ოცნების ქალაქის დასახლება მოსახლეობა, სადაც არ ვიცით რამდენი კომლი ცხოვრობს. საიდანაც არ უნდა იყოს წამოსული ქედიდან, შუახევიდან თუ ხულოდან, იქ ძალიან ბევრი ვიცით რომ ადგილობრივიც არის მისული, მაგრამ ისინი ყველა ჩვენი მოქალაქეა და უნდა აღიწეროს აუცილებლად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავიგოთ თუ აღწერი რა ცოდნას იღებს, ვინაიდან აღწერის ცოდნაზეა დამოკიდებული უკვე შემდგომში 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, რომ დაიწყებენ ინდივიდუალურად ოჯახებში სიარულს, რამდენად ხარისხიან და კარგი ინფორმაციას მოაგროვებენ. აღწერის პროცესში მეტი სანდოობისა და ღიაობისთვის რეგიონებში აღწერები უბნების მიხედვით შეარჩიეს. სრულყოფილი ინფორმაციის გამოტანა ოჯახებიდან შეუძლია იმ ადამიანს, რომელიც ცნობადი არის უბანში. შესაბამისად ის 900 აღწერი, რომელიც აჭარაში დასაქმდება არის ადგილობრივი სოფლიდან, ადგილობრივი ქალაქიდან. მოსახლეობის აღწერა საქართველოში ბოლოს 2002 წელს ჩატარდა. ამ წლის მონაცემით ქვეყანაში 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. შეიძლება თუ არა ეს ციფრი 2016 წლის აპრილში გახდება ცნობილი. სწორედ ამ დროისთვის გამოქვეყნდება საყოველთაო აღწერის საბოლოო მონაცემები, რომელიც ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.